სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გააგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მადლი ღმერთმა არ მოგაგოთ, შეგეწიოთ ყველას დიდი და წმინდა მარხვის მადლი. საოცარია სახურებები და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახურების გააზრება. დღეს კითხულობ ჩვენ კიდევ წმინდა ანდრია კრიტელის კანონს. საოცარია წმინდა ანდრია კრიტელი, თქვენ გესმოდა ძველი აღთქმის მამებს იხსენებს წმინდა ანდრია კრიტელი და იხსენებს მათ სოდვებს და არასწორ საქციელს და იხსენებს მათ წარმატებას და მათ სულიერ წარმატებას. ესე თქვა სამოსო ძველი აღთქმისაგან ყოველივე სახით მოგართვით, ანუ ძველ აღთქმაში რაც კი რამე იყო, ყველაფერი მოგართვით, თქვენი სახეების მაგალითები რაც კი ძველ აღთქმაში იყო, ვეცადეო რომ მოკლად ეს ყველაფერი თქვენთვის გადმომეცაო. სულო, რათა ემსგავსო მართალსა საგებელსა საქმესა, რომ შენი სული მიემსგავსო მართალსა საქმესა. რომ საქებელი საქმეები რაც იყო ძველ აღთქმაში, რომ შენი სული ამას მიემსგავსო და ელტოდე ხენეშსა მას და ბილწსა ცოდვასა უკეთურსა. და ელტოდე ანუ გაეკეცი იმ საქმეებს, რაც უკეთური საქმეები ჩაედინეს ძველ აღთქმაში ადამიანებმა და ამ ყველაფერს გაეკეცდო. ამიტომ არის რომ ანდრია კრიტელის კანონში ეს ძველი აღთქმის მაგალითები არის მოყვანილი. როგორც ცუდი მხრით ისე კარგი, აი ესე ერთ-ერთი მუხლი არის, აქ რამდენად მნიშვნელოვანია. ყველა მუხლის ესე მოსმენთ, რომ ყველა მუხლს აქვს ძალიან დიდი შინაარსი. ახლა ერთ-ერთ მუხლს აგიკითხავთ, აგწერია რომ დანიელ ღვიმასა შენსა გასმის, ვით არ დაუყონა სულო და პირნი მხედსანი, ანუ დანიელ წინასწარმეტყველი, იცით თქვენ ხო? ჩააგდეს ღვიმეში ლომებთან, წარმოიდგინეთ. და საოცარია დანიელ წინასწარმეტყველმა ორი კვირა იმარხულა, მან წყალი და პურიც არ მიიღო. საერთოდ არაფერი არ მიიღო ორი კვირა. იმარხულა, ორი კვირის განმავლობაში იმარხულა დანიელ წინასწარმეტყველმა და ეს ნამარხულები ადამიანი ჩაუგდეს ლომებს. და აღწერენ განმარტებელები აღწერენ რომ ლომებმაო პირი ვერ დააკარესო. იმდენადო ისეთი იყო გაქვეებული მის სხეული, ვერც კი შეეხნენ მის სხეულს, წარმოიდგინე. ანუ დამშეული ლომებმა ვერ შეჭამეს ძალიან წინასწარმეტყველი და წმინდა ბასილი დიდი განმარტავს საოცარ ამას ამბობსო, როგორიაო მარხვის ძალაო რომ წარმოიდგინე ეს დამშეული ლომებმა მარხველი ადამიანის სხეული ვერ შეჭამესო. ზუსტადო ესევეო, ეშმაკი ვერ დაეუფლება ადამიანის სულს, რომელიც ესე თელი არსებით მარხულობსო და ვერაფერს ვერ უზამსო. ესე მეორე მაგალითი მოყავს მე ანდრია კრიტელს რომ ვითარც საყრმათა აზარიელთა ალი ძაფრისამი სესხლისა დაშიტეს სარწმუნოებით. ანუ იცით რომ როდესაც ეს სამი დიდი წინასწარმეტყველი ჩასვეს დიდ ქვაბში და ცეცხლი შეუნთეს, იმდანაც დიდიცა იყო ცეცხლი რომ წარმოიდგინე ვერაფრით ვერ დაწვეს, ვერ გამოწვეს შიგნით. დაიფარაო, ესევე მარხვა დაიფარავს ადამიანის სულსო, როგორც ეს ადამიანები ეს აზარია, მისაელი და სამი ყმა დაიფარა, ესე დაიფარავს ადამიანს, რომელიც მარხვას იცავს, იმ ცეცხლისაგან, რომელიც ცეცხლის მოდის ეშმაკისაგან და საწური, ამდენი საწური, ადამიანი ამ ყველაფრისგან იქნება დაცული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის სწორად დაცვა. მარხვის გააზრება, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკვებთან დაკავშირებით, საკვების სწორად მიღება, როგორ უნდა მიიღო ეს საკვები, საოცარი მაგალითები მოყავს წმინდა ბასილიდით სამარხვასთან დაკავშირებით, რომ აი საუბრობს, ესეთი მაგალითი მოყავს, რომ აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენო ადამიანი, რომელიც აი რომელიმე მაგალითად თუნდაც სპორტში არის და უნდა რაღაცა წარმატებას მიაღწიოს ამ სპორტში, ხო ყველაფერს დებს ამ სპორტისთვის, თელ ცხოვრებას ყველაფერს და მისიო წვნელისო შეძახების გამო მზად არისო რომ უფრო ძლიერად იბრძოლოსო ბრძოლის ველზეო, რომ გამარჯვებას მიაღწიოსო, იმ კვარცხლბაღზე ავიდესო. და ჯარისკაცები ესეთი მაგალითი იყო, წინასწარ ჯარისკაცები რომელიც ომში მიდიანო, ხედარმთავარიო, სიტყვით თუ მიმართავსო და თუ მათ გულებსო გაახურევსო ხედარმთავარიო, მზად არიანო რომ ხედარმთავრის სიტყვის გამო ბრძოლაში დაიღუპონ და მოკვდნენო. ოღონდ ეს სიტყვა მათ გაამართლონო. და თქვენო წარმოიდგინეთ ქრისტიანებს აგერ ქრისტე მოგიწოდებს, ანდრია კრიტელი მოგიწოდებს, გესაუბრებათ რომ რაღაცა გულხურვალება გქონდეთ ამ მარხვაში და რაღაცა იბრძოლოთ ამისთვის რომ ამ სულიერ წარმატებას მიაღწიოთ. წარმოიდგინეთ ახლა ვერცერთი მიწიერი, რაც კი რამე მიწიერი რამე არსებობს დედამიწაზე, ხო? ვერანაირი სარგებელი ვერ შეედრება სულიერ სარგებელს. ანუ საღვთო მაზაღს, თავსაღვთო წყალობას, რაც ადამიანს მერე ზეცაში ელოდება ღმერთთან. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ საკუთარ თავს არ დაშვრებით ამისთვის არ იბრძოლოთ რომ ეს მარადეული სიხარული მიიღოთ მარხვისა. ძალიან მალე გავა ეს დრო, ძალიან მალე დამთავრდება, ძალიან მალე დადგება დიდი პარასკევი, ძალიან მალე მოვა აღდგომის დღესწაული და თუ თქვენ ამისთვის არ იღვაწებთ და არ იშნოვეთ, ეს ყველაფერი აი ჩაივლის თქვენ გვერდ ჩაგივლით ეს ყველაფერი. ეს მარხვა ესე ჩაივლის რომ თქვენ მე იტყვი რომ აუ ნეტა რატო ვაკეთებდი ამას, ნეტა უფრო მომეთმინა, ნეტა შემეძოს, აი
ძალიან ისეთი მარტივი შედარება, მაგრამ ესე ალბათ ვინც გამოსტაზე ყოფილი ყველას გახსოვთ, ხო რაღაცა რომ გამოსწამდე რომ იქ სადაც მეგობრებთან წახვედი, გაერთე იქ რაღაცა გააკეთე და მე გამოსტა რო დადგა და როგორ გაქვს გამოცდის ღერვა და რო ფიქრობ ღმერთო რატო წავედი ესე კიდევ უფრო მეცადინა ნეტა და ნეტა ეს არ გამეწა არ დამეძინა ცოტა უფრო ნაკლები დამეძინა და უფრო მეტი წამეკითხა და უკვე რო გამოსტაზე რო ხვდები ამას რომ ის რო როგორ მოგაყდა უკვე გამოსტაზე ხარ და იმ დროს უკვე ვეღარ ასწორებ იმიტომ რომ ეგ დღე უკვე დადგა გამოსტის დღე და იმას უკვე ვეღარ შეცვლი ისა დრო დაკარგე იმას ვეღარ გამოცვლი უკვე ამიტომ სანამ ეს ასპარეზი გაქვთ მოცემული ეს დიდი მარხვა თქვენი ასპარეზია სულიერი ასპარეზია რომელშიც თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ და ღმერთმა შეგაძლებინოთ რომ ეს ასპარეზი სწორად გამოიყენოთ. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა და სიკეთე და მადლი ღმერთმა არ მოგაკოთ. უკვე მეორე დღე და თითქმის სრულდება უკვე დიდი მარხვისა. ხვალაც ისევ 7 საათზე, ისევ ჩავატარებთ ამ წმინდა ანდრე კოტილას კანონს. ხვალ დილით 9 საათზე დაიწყება და პირველ შეწირვის ლიტურგიას აღვასრულებთ ხვალ დილით. დიტაძარში ჩავატარებთ ამ მსახურებას, პირველ შეწირვის ლიტურგიებს დიტაძარში ჩავატარებთ ამ მსახურებას და ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მადლი ღმერთმა არ მოგაკოთ.